ამ წუთებში თბილისში საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველებმა შეკრება პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყეს. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში ქრისტესშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდება. ალილო საქართველოს სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. პუტინმა რუსის სამხედროები ქრისტეს როგორც მხსნელს შეადარა. ხშირად ვუწოდებთ უფალს ჩვენს მხსნელს, რადგან ის დედამიწაზე მოვიდა ყველა ადამიანის გადასარჩენად. რუსეთის ჯარისკაცები ყოველთვის ასრულებენ ამ მისიას, თითქოს უფლისგან არიან დავალებულნი, თქვა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა. ირანში ცვლილებები ახლოვდება დახმარება გზაშია, აცხადებს ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი. მისი თქმით, ეს იქნება უდიდესი ცვლილება შუა აღმოსავლეთის ისტორიაში, რათა ნაცისტური რეჟიმი ირანის ხალხს ჩამოშორდეს. ტრამპმა ვენესუელის დროებით პრეზიდენტს დელსი როდრიგესს მოსთხოვა ქვეყნიდან რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და კუბის წარმომადგენლები გააძეოს და მათთან ეკონომიკური კავშირები გაწყვიტოს. ABC News-ის ცნობით, ვენესუელა ასევე უნდა დათანხმდეს, რომ ნავთობის სფეროებში ექსკლუზიურად ამერიკასთან ითანამშრომლებენ.